ტელეკომპანია იმედი და TBC TV წარმოგიდგენთ 1983 წლის 18 ნოემბერი თვითმფრინავის გატაცებით დაწყებული ტრაგედია, რომელიც დღესაც არ დასრულებულა. მამა, გამარჯვდი მე ვწოლებში. ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმე, რომელიც დღემდე ბურუსით არის მოწული. ჩერნენკომ ეს ბიჭები შეიწყალა. პირველად 27 წლის შემდეგ, უდანაშაულოდ დახრეტილი ბერმონაზონ თეოდორეს მეუღლე, ფარდასახდის საიდუმლოს მილიონობით მაყურებლის წინაშე. თქვენ და დანარჩენების ოჯახის წევრებმა ნამდვილად იცით თვითმფრინავის გატაცებისას სუქთან შეკრული პირის ვინაობა, მაგრამ არ ამხელთ. თქვენ პირველები შეიტყობთ, ვის ინტერესებში შედიოდა ხმაურიანის სასამართლო პროცესი. ნუ დამეხვიდათ მამას, მამა არის უდანაშაულო. და სად იწერებოდა სინამდვილეში მსაკრული სცენარი. ედუარდ შევარდნაძე ბოლომდე შეეცდება სინამდვილის დამალვას თვითმფრინავის გატაცების საქმესთან დაკავშირებით. რატომ აღმოჩნდა პატიმრის მეუღლე მამაკაცთა კოლონიაში? 400 პატიმარი ვარ და 400-იც მართავს. და რატომ მოაწერა ხელი სიკვდილ მისჯილთა შეწყალების მოთხოვნას ქართული ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ნაწილმა? მილიონობით ადამიანები დაახრიტეს სულტყვილად. როგორ აფასებენ პარტიული ელიტის შთამომავლები მშობლების ინტრიგას 30 წლის შემდეგ? აღიარა თქვენთან მანანა შევარდნაძემ, რომ მამამისმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. დრამატული ისტორიის სენსაციური გაგრძელება. მე მინდა ბატონ ედუარდ შევარდნაძეს მივმართო. და მოუნელებელი სულიერი ტკივილის ერთადერთი ნუგეში. სად არის ის ძვლები? ნახეთ, გულიკო ერისთავის ტრაგიკული სიმართლის დრო. ამობენ სიმართლეს ფასი არ აქვს, თუმცა ჩვენთან სიმართლე ფასდება 100,000 ლარით. ერთადერთი რამ, რაც ამ სავარძელში მძდომ ადამიანს აშორებს 100,000 ლარამდე არის 21 შეკითხვა და მზად ყოფნა გულწრფელად უპასუხოს მათ. მან უნდა აღიაროს სიმართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის კარგი. თანახმად ყველა მონაწილე წინასწარ გადის ტესტირებას პოლიგრაფზე. მათ არ იციან შედეგები, მაგრამ თუ კი ისინი 21 შეკითხვას მართალ პასუხს გასცემენ, დარბაზს 100,000 ლარით დატოვებთ. გულიკო ერისთავი, 61 წლის, მხატვარ კერამიკოსი, თბილისიდან. 2 ქორწინებიდან ყავს 2 ქალიშვილი, ელისაბედ, იგივე ეკა ჩიხლაძე და ანი ასათიანი. პოლიგრაფზე ტესტირებისას მან 50-ზე მეტ კითხვას უპასუხა. აქედან 21 დღევანდელი შოუსთვის შეირჩა. ახლა კი შევხვდეთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს, ქალბატონი გულიკო ერისთავის. მოგესალმებით. გაგზავნით, ძალიან მიხარეთ თქვენი სტუმრობა ჩვენთან. მადლობა, გაიხარეთ. როგორ გრძნობთ თავს? გელავთ, იმედი ეს გელვა მოგეხსნებათ და ვისაც რომ მოგეხსნათ, მოდით ჯერ გავიცნოთ ადამიანები, ვისთან ერთადაც მოხვედით თქვენ. ვინ არიან ისინი? ჩემი ქალიშვილი ანი ასათიანი. ქალბატონი მარკა პარათაში. ფოტკეთარიძე. რომელსაც ყველა ვიცნობთ ძალიან კარგად. მხარული აქტოთმის და უნდა ცოტა წავეხმრო. ქალბატონი მაყალაბერიანიძე იურიდულად სამართლებრივად გულიკო ერისთავი. ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად მოხვედით. დიდი მადლობა თქვენს მოგზაურობისთვის. წესები არის ძალიან მარტივი, მეუცება აგიხსნით. არის რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი შედგება მარტივი 6 კითხვისგან, თუმცა თქვენ ისეთი ცხოვრება გაქვთ გავლილი, მე არ ვიცი მარტივი კითხვა რა შეიძლება იყოს, მაგრამ მე ხა არ განერვიულებთ. უბრალოდ გამზადებთ მაინც რაღაცისთვის.
თუ ამას წარმატებით ჩავით, მე არის სხვა ეტაპები, არის სხვა კითხვები და რა თქმა უნდა თანხაც იმატებს, მე დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაც სერიოზულ თანხამდე ავალთ, მოვიგებთ და თავარი არ ინერვიულოთ. და მოდით, ალბათ ძალიან ბევრს აინტერესებს, ბევრმა შეიძლება იცის, მაგრამ ბევრმა არ იცის, ყველაფერი საინტერესოა ის, რაც თქვენს ცხოვრებაში მოხდა. მოდით დავიწყოთ თქვენი ბავშვობიდან. თქვენ საკმაოდ რთული ბავშვობაც გქონდათ, ხო? დედა თქვენი მუშაობდა იუზა კობახიძესთან. დედა მუშაობდა და მეგობარი იყო ბატონი იუზა კობახიძეს. და მე საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, ეს ძალიან რაც შეემთხოთ ბატონი იუზა კობახიძეს და იყო, მაგრამ თავმჯდომარე, ხო? აღმასკომის თავმჯდომარე გახლავთ და იყო ბრწყინვალე პიროვნება, ინტელიგენტი ადამიანი, რომელიც გახდა აი შემოქმედის რეჟიმის მსხვერპლი. იმ პერიოდში მე რამდენადაც ვიცი, მექრთამეობაზე იყო დაჭერილი, მაგრამ დახვრეტით არ ისჯებოდა ესეთი მაგრამ ეს გამონაკლისი იყო. როცა წლები გადის და ვაანალიზებ და მე მაშინ საკმაოდ ახალგაზრდა ვიყავი, ეს იყო ალბათ აი ესეთი საჩვენებელი დასჯა. მაშინ ხშირი იყო ალბათ ესეთი არა, ეს იყო პირველი შემთხვევა. ეს იყო პირველი შემთხვევა. გადმედვართ მე ჩაიდინა. ქალბატონო მარიკა, თქვენ როგორ გაიხსენებთ აი ამ პერიოდს, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ? აი იუზა კობახიძე, როდესაც დაიჭირეს ბატონი იუზა უკაც. როდესაც იუზა კობახიძე დახვრიტეს, საზოგადოება საკმაოდ ორთით გაიყო აზრი. გარკვეული ნაწილი საზოგადოებისა უკმაყოფილო იყო, იმიტომ რომ არ იყო დახვრეტა ასეთ სასჯელზე, რაც თითქოს მას მიუყენეს. მეორე ნაწილი კი ამბობდა, რომ მან უღალატა თავის ჯგუფს, თავის მეგობრებს და ამიტომ დაიმსახურა დახვრეტა. რასაკვირველია, მე ვთვლი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა, რომ არ უნდა დაეხვრიტათ, იყო სწორი. თქვენ რა თქმა უნდა პირველ ნაწილს განეკუთვნებოდით ალბათ, ხო? რასაკვირველია. მე არ ვიცნობდი მას პირადად, მაგრამ თვითონ მოვლენები როგორც განვითარდა, მე, ჩემი მეგობრები, ოჯახის წევრები ყველანი ვთვლიდით, რომ არ უნდა დაეხვრიტათ. დედა თქვენ იყო რიგითი თანამშრომელი, რომელიც ასევე მოყვა, როგორ გაუგებრობის თქმა ცოტა უხერხულია, მაგრამ გაუგებრობას ვერ ვიტყვი, თანამშრომლობდი, დედა 10 წელი მიუსაჯეს. ბოლომდე მოიხადა ეს 10 წელი და როცა განთავისუფლდა 6 თვის ასაკში გარდაიცვალა. და ძალიან ხმება გული რომ გვიწევს ესეთ თემებთან შეხება, მაგრამ უბრალოდ ვერ გავექცევით, თქვენ ისეთი ისტორია გაქვთ საერთოდ. მაშინ მოდით პირდაპირ დაგისვათ პირველ კითხვას. კი ბატონო. ხო ხართ ზედ? კი ნერვიულობ. პირველი ეტაპის პირველი კითხვა. დედა თქვენი და იუზა კობახიძე შევარდნაძის მიერ დადგმულ შოუს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ? ანუ პასუხია კი. ეს პასუხი არის სიმართლე. პირველად მართალი პასუხი ყვაყვა. თქვენ მხატვარი ხართ, ხო? პროფესიით. ხელოვანი ადამიანი ხართ. იმ დროს ალბათ რთული იყო რაღაც ფარულად უწევდეთ რაღაც წიგნების წაკითხვა, მუსიკის მოსმენა. ალბათ თქვენც განეკუთვნებოდით ამ ადამიანებს. როგორ გაიცანით მამა თეოდორი? იმ პერიოდში იყო ალბათ თემური. თემური მე მუშაობდი კინოსტუდიაში მხატვრის ასისტენტად. კინოსტუდიის და ასაკში გაიცანით? ახალგაზრდა ვიყავ საკმაოდ. კინოსტუდიაში იყო ესეთი საუბარი, რომ უცნაური პიროვნება დადის, ქადაგებს ქრისტიანობას, თავისუფლებას და ცოტა არაორდინალურ პიროვნებად მიაჩნდათ და გრძელ თმებში, მოშვებულ წვერებში, ჯინსებში და ასე შემდეგ. და ეს იმ პერიოდისთვის ცოტა ძალიან თავისუფალი ქმედება იყო და
არასულ ფასოვან თვლიდნენ და ამას როცა ასე ვისმენდი რაღაც სიბრალური გამიჩნდა მის მიმართ და მაინტერესებდა ამას ახალგაზრდა რატო ამბობენ ასე ამ პიროვნებაზე და ერთად გადავიხედე იჩდა ეზოში ჩავედი და მეც ახალგაზრდა ძალიან თავისუფლად მიუჯექი მაინტერესებდა პიროვნება ნამდვილად ესეთია დავიწყეთ საუბარი და აი იცით ძალიან უშუალო იყო ისე ადვილად შევედით ერთმანეთთან კონტაქტში და აი იქიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა ეს იყო ძალიან განათლებული და დადებითი პიროვნება უშუალო უბრალო არანაირი ესენი არ დაგჭირდა გაცნობი მიმიღო შვენიერი ისტორია. დიახ, ძალიან. დაქორწინდით და მე რამდენიმე წელიწადში გახდა. იცით რა, ჩვენ ვიყავით დიდხანს მეგობრები. დაქორწინებამდე აი დიდი დრო დაგჭირდა. მეგობრები. კი, რამდენიმე წელი. რამდენიმე წელი. მოდით მეორე კითხვას დაგისვამთ და მე უფრო ჩაუღრმავდებით ამ თემას. მეორე შეკითხვა. როგორ თვლით თქვენ პირადად? თვითმფრინავის გატაცება სუკის მიერ იყო პროვოცირებული? თქვენი პირადი მოსაზრება მაინტერესებს. კი. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ამ თემას ჩვენ ალბათ მერეც დაუბრუნდებით, თუ რა თქმა უნდა სხვა ეტაპებზე გადავალთ, მაგრამ გინდათ რამე კომენტარის გაკეთება? შეკითხვაში აი სუკის მიერ ეს არის ფაქტი, ეს არის მოსაზრება თქვენი, აი მე უფრო დავაკონკრეტე, რომ ეს იყო ერთი პიროვნების ინტერესში. ბატონო, ამას ჩვენ დაუბრუნდებით, უფრო ჩაუღრმავდებით და მე ერთ რა მაინტერესებს, სანამ თვითმფრინავის აი ეს ფაქტი მოხდებოდა, გატაცების ფაქტი, დაახლოებით 1 წელი შეხება არ ქონია მამა თეოდორეს ბიჭებთან. თუმცა თქვენ სახლში ალბათ ხშირად იკრიბებოდნენ, ხო, რაღაც ხელოვნების თემაზე თუ ხო? არც თუ ისე ხშირად, მაგრამ მეგობრობდნენ. თქვენ იცნობდით კარგად იმ ადამიანს? პირადად მე ვიცნობდი სოსოწერეთლოს და ივერიელებს და გეგა ბიძე ასაკითხეს შედარებით ახალგაზრდები იყვნენ. ოჯახში ჩვენთან მოდიოდნენ მოყავდა მამა თეოდორეს უფრო სოსოწერეთელი და ივერიელები. ეს 1 წელი არ ნახულობდა მამა თეოდორე თუ ისინი იცით რა არის ჩვენ უკვე გაკრილები ვიყავით. გაკრილები? კი, მამა თეოდორე 78-ში აღიკვეცა ბერად. და გაეყარა. დიახ. თუმცა კონტაქტი ჰქონდათ და ეს მეგობრობა რომელთანაც დაიწყეთ გრძელდებოდა? კი, სულიერი მეგობრობა უკვე გაკავშირებდა ბავშვები. გავდა საერთოდ. და რა მინდა გითხრათ, რომ გადმოცემით ვიცი, რომ 1 წლის განმავლობაში მამა თეოდორეს მასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. როგორი ადამიანები იყვნენ? აი, ვისაც თქვენ იცნობთ, დახასიათება, როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ? აი, თუნდაც სოსოწერეთელი. ერთმანეთზე უკეთესი, უნიჭერესი ახალგაზრდები. განათლებული. ძალიან დასანანიებო დღეს ისინი მქაროდნენ. გიათ ნერვიულობა, რაღაცნაირად ნელა-ნელა წინ წავიდეთ, კითხვები დავსვათ, გნებავთ, ხო? კი, ბატონო. მესამე კითხვის დროც მოვიდა. მამა თეოდორე ნამდვილად ცდილობდა ბიჭების გადარწმუნებას მათი გეგმის განხორციელებაში. მათი გეგმის განხორციელებაში, თვითმფრინავის გატაცებას გულისხმობთ. დიახ. ანუ პასუხი არის კი, ცდილობდა. ეს პასუხი არის
სიმართლე. მამა თეოდორე თვიდა რომ მათ შეძლოთ სხვა გზითაც თუნდაც დატოვებებს საზღვრებს. თუმცა მამა თეოდორემ თავადაც სცადა არაერთხელ საზღვრების დატოვება. ეს არ ვიცი რამდენად ნამდვილი ისტორია. ზღვაშიც კი შეცურა, მაგრამ დაბრუნდა. თქვენმა სიყვარულმა დააბრუნა? მიხეილ კალატოზიშვილი იღებდა ფილმს ფილატელისტის რაღაცა არ მახსოვს. აი იღებდა მეორე ხარისხოვან ფილმში იღებდნენ. მაშინ მეც დავახტი ეკაზე ვიყავი ფეხბურთელად. და სურდა მას. გასულიყო, მაგრამ მე რომ მოვიდა ნომერში თქვა რომ მე შენი გულისთვის ეს არ გავაკეთე. რო წარმოგედგინათ, ალბათ რო წარმოიდგინეთ იმ წამს რომ შეიძლებოდა მას გაეცურა და გაეცურა. ამას ვერ გააკეთებდა, იმიტომ რომ ძალიან მოყვარდი. მიუხედავად ამისა, ამ რომანტული ისტორიისა, ესე უნდა დავბრუნდეთ სამწუხარო წარსულში. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მამა თეოდორეც დააპატიმრეს. დააპატიმრეს და მე რამდენად ვიცი, თქვენ შვილს ეკა საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა სკოლაში. ანუ მასთან უკრძალავდნენ მშობლები ბავშვებს ურთიერთობას. ტელევიზიით ისე გადაეცა ეს სასამართლო პროცესი, რომ ესენი მონათლეს ბანდიტებად, ნარკომანებად და იმ პერიოდში მე ჩემ შვილთან არ ვიყავ, მაგრამ ეკასგან ვიცი, მერხზე სასწავლო მერხზე ბავშვები ერიდებოდნენ მასთან დაждდომას, რომ ის იყო ბანდიტის შვილი. და თქვენი მეუღლე დაჭერილი იყო, შვილი სკოლაში შევიწროებული, ამ დროს დედა იჯდა ციხეში არა, მაგრამ ავტოავარია უკვე მოხდა, ავტოავარია შემდგომ. უკვე ყველაფერი ერთად აეცა. ერთად აეცა. ეკას სირთულეების შესახებ, აი მოდი თქვენ შვილს კითხავთ. ალბათ კარგი ურთიერთობა დასწრა, ხო? კი. მოუყოლია ეკას შემთხვევაში პრობლემებზე. რეaks გადატანილი. აწვრილებით არა არასდროს. ანუ მითვისაც ტკივნეული თემაა და ამაზე არ საუბრობს. ხო,ერიდება საუბარს. დაწვრილებით არასდროს არ საუბრია. უბრალოდ ჩვენთან ოჯახში მაინც ყოველთვის ჟღერს და ჩანს ეგ ფაქტები. ძიმე წარსული ეს პერიოდი სადაც დახურული თემა ხო არ არის თუ გახსენებას არა არის დახურული თემა, იმიტომ ჩვენთან მოდიან უცხოეთი ჟურნალისტები, ვერმონაზნები, ჩვეულებრივი მოქალაქეები, კიმტკივნელ ჟურნალისტები, ქართული ჟურნალისტები, კიმტკივნეულია, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ამაზე ვისაუბროთ. და შენ თუ გქონია რამე პრობლემა, ან თუ გიგრძნია რამე დისკომფორტი ან სირთულე, რომ აი თქვა და ესეთი ოჯახიდან ხარ, რომელსაც აი ამდენი პრობლემა აქვს. თავისთავად რთულია, როცა ბავშვობაში ხარ ქონია შენ სკოლაში ამ პრობლემა? არ. ჩვენი. მოდით დაგისვათ ახლა მეოთხე შეკითხვას. მამის უსამართლო განაჩენის გამო თქვენი შვილი რეპრესიებს განიცდიდა? თვითმფრინავის გატაცებით დაწყებული ტრაგედია, რომელიც დღესაც არ დასრულებულა. ნუ დამეხვიდათ მამას, მამა არის უდანაშაულო. სად იწერებოდა სინამდვილეში მსაკვრული სცენარი? ედუარდ შევარდნაძე ბოლომდე შეეცდება სინამდვილის დამალვას თვითმფრინავის გატაცების საქმესთან დაკავშირებით. ნახეთ, გულიკო ერისთავის ტრაგიკული სიმართლის დრო. მამის უსამართლო განაჩენის გამო თქვენი შვილი რეპრესიებს განიცდიდა? კი. აფიქსირეთ პასუხი. კი. ეს პასუხი არის
მიზეზი რომ დღეს თქვათ საფრანგეთმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, ხო? და თავის ორ შვილთან ერთად ცხოვრობს იქ. ეს რეპრესიები დაიწყო განსაკუთრებით მე ვთქვი ის წინა პერიოდი, როდესაც გაასამართლეს მამა თეოდორე და შემდეგ უფრო გამძაფრდა, როდესაც მან 91 წელს ზიად გამსახურდიას პრეზიდენტის პერიოდში ღია წერილი გამოაქვეყნა ედვარდ შევარდნაძის შესახებ. ამან ძალიან იმოქმედა ეკაზე თუ არის საჭირო მე მოვყვები რომ სასიკვდილოსაც კი გაიმედეს ჩემი შვილი. ეს როდესაც უკვე თქვათ შავი ყუთის მასალა მოიპო, წიგნის დაწერას რა ფთეს, კიდე შემდეგი ეტაპია. პირველად ეს მოხდა, როცა ეკამ ღია წერილი ედვარდ შევარდნაძეს 91 წელს ის ჩამოვიდა საქართველოში. წერილის შინაარს ხომ გახსოვთ? მოკლე შინაარსი, ლაკონურად. დაახლოებით ესეთი, რომ თქვენ დემოკრატიის მანტია გასხიათ და შიგნიდან ხართ კომუნისტური გასაგები წარმოადგენთ. თქვენ, როდესაც მამა თეოდორე იჯდა ციხეში, არაერთხელ იყავით მოსკოვში, პარტიულ ელიტას ხვდებოდით, ხო? რაღაც სოჩშიც იყავით ჩასული. იცით, უკანა გზაზე შვილთან ერთად რომ ან პრობლემები რო შეგვიძლია განაჩენი გამოუტანეს დახვრეტის მოკლე მამა თეოდორეს. ეკამ დაწერა შეწყალების წერილი ედვარდ შევარდნაძის და თხოვნა იყო ესეთი რომ ნუ დამეხრიტავთ მამას, მამა არის უდანაშაულო. მოვიდა მე ეს ამბავი ვიცოდი რომ გარდაუალი თამა ეს არ შეიცვლებოდა დახვრეტის მოხდით და იმ პერიოდში მე ბატონ ზურაბ წერეთელთან მუშაობდი. და ახლოს ვიყავი რუსთაველის თეატრთან განსაკუთრებით ხმას ტანია ბოხბენდელი ჩემი მეგობარი იყო და მეუბნებოდნენ რომ გულიკო გარდაუვალია არაფერი მაგრამ როცა ატირებული შვილია და მთხოვა დედა შეწყალების წერილი მაქვს და დამეხმარე იქნებ როგორმე მოხდეს ეს წერილი ედვარდ შევარდნაძეს იყო უკაცრავად მაშინ 13 იყო მე რა თქმა უნდა სხვისი შვილიც რომ მოსულიყო მე გვერდში დაუდგებოდი და შემდეგ ჩვენ უწმინდესთან მივედით მან გვითხრა რომ მიდიოდა პავლე გელაშვილთან და მაჩვენა შეწყალების წერილი დაწერა მარტო მამა თეოდორეცე კი დანარჩენ ბიჭებზეც და ჩემ თვალწინ ეპისკოპოსს გაატანა ამის შემდეგ ეკამ ითხოვა მანქანაში მეჯდნენ მეგობრები მამა თეოდორესი და ეკამ ითხოვა რომ თუ შეიძლება მამას ხმას მივაწვდე საპრობილეში რომ მე ბრძოლობ მისთვის და მოხდა ესეთი გაიყვანეს ეკა მაშინ რუსული ჯარი იჯდა ციხეში და მამას შეესახა მამა გამაგრდი მე ვბრძოლობ ნერვიულო ამას მისამ ძალიან ძნეული თემა ამის შემდეგ ვითარდება სიტუაცია ესე რომ მე მანქანაში როცა ჩვენ უწმინდესთან მივდიოდით უკვე მე შიშვების თანამშრომელი გეჯდათ არა აგეკიდე მე სარკეში ვხედავდი ამას ეკას არ ვარ და ეს ამ დროს გაიტანეთ შემთხვევით არა უკვე ღამის 12 საათი იყო და გადავწყვიტე რომ პიცუნდაში წავსულიყავი ჩვენი მეგობრები საერთო მეგობარი იყო ნატაშა ტანია გრომიკო და ვიფიქრე რომ აი წერილს გადავცემ და იქ რაღაც სასწაული მოხდეს და აი წეროვანს ვიყავი გაცდენილი როცა ავტოავარია შემემთხვა და ამის გამო მე თქვენ იყავით მასამართლე თქვენ იყავით მეტეხის მამაკაცთა კოლონიაში გამანაწილე პერიოდი ძალიან კარგად იცით ბატონო მაყვა იცით რა იყო ჩემთვის და მე მგონი ყველასთვის ეხლა კაცთა კოლონია იყო
და ღია იქ ავარიისა და კაცთა კოლონიაში იყო ერთადერთი მანძილი. მოიყვანეს გავიგეთ ახლა იმიტომ რომ ხო გაძლევენ ინფორმაციას არა და გავიგე რომ ეს იყო ბერი თედორის მეუღლე და იყო კერამიკოსი იყო ესეთი და ქალი და გამიკვირდა ძალიან და იმ საღამოს ძლივს გავათენე და გამთენიისას ავედით კოლონიის უფროსთან და მე ვთხარი რომ აქ სამუშაოდ რომ მოყავდათ იქ ცხელი აგურის დაცლა იყო რაღაც დიდი ღუმელები იყო და იქიდან გამოსული აგური და დაეცალა და გასულიყო მე იქიდან ეს არ გამოვიდოდა ასეთი მშვენიერი თქვენ რომ ეხლა ვთხარით კარგად გამოიყურებითო და მე ვთხოვე რომ ძალიან ვთხოვე დაგიჩოქებ მე ვთხარი რომ არ შეიყვანო შიგნით სამქროში მოხსნიანო მითხრა გირჩენია მე ვთხარი მოხსნან ან მე ჩავერევი რომ შენ მოხსნა თუ შენ იმას იგაიყვან და აბა რა ვქნაო რაღაც ხოვნა და ხატვარი მეთქი და რაღაც კარგი ლამაზები ახატინე სამშობლო გიყვარდეს რაღაცა ლოზუნგი რაღაცა დაახატინე მეთქი ისეთი საყვარელი და მე სხვათაშორის თვითონ იტყვის რომ ახატინებდა მას მაგრამ ვერ გაიგო რატო ახატინებდნენ არ იცოდი თქვენ ესე იგი ვინ ფარველობდათ გარედან თავისუფალი თემა მომცეს და მე როგორც ხატვარი და შევმქმედი და ვიყავი კაცთა კოლონიაში სხვათაშორის მინდა ვთქვა პატიმრებმა რომ გაიგეს შემომითვალეს 400 პატიმარი ვარ და 400 ძმა გყავს და კოლონიის უფროსი ვალდებული იყო შეეკითხათ მე სულ რა უნდა მეკეთებინა ტალონის გადაბრუნება გეკალბატონმა აგურის ქარხანაში არაო ჩვენ მას არ ვამუშავებთ ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვექნება თუ ის არ იმუშავებს იმიტომ ერთადერთი ქალი გყავსო უცნაური ფაქტია და უცნაური ფაქტია ისიც რომ აი ამ სასამართლო დროს 1 წლის შემდეგ მოხდა ეს ყველაფერი თქვენი დაპატიმრება შემდეგ მოხდა ჩემი აყვანა გარდა ამისა ჩემი ადვოკატი ვინც იყო მომიგზავნეს რომ დაიმალეთო ამინისტია გამოვაო და ეს ამას მე არ ვიკადრებდი იმიტომ რომ უნდა გეშინოდეს ღმერთი და ღმერთის წინაშე უნდა იყვე მართალი მე არ დავმალულობ მოდით ოფისის შემდეგ აქტუალური მანება პირველად ეთერში გაჟღერდება რატომღაც იმდენად დაძაბული ცხოვრება გვაქვს მე არასდროს არ მიხსენებია ეს პიროვნება ვინ ჩვენი ოჯახის მსხვერპლი გახდა ვინც გარდაიცვალა ეს ავტოავარიაც იყო ნამდვილად მას ეხა არ მინდა გამიზნული ავტოავარია იყო. აი მე და მერაბ კოსტავას ავტოავარია ძალიან გავს ერთმანეთს თავისი ფორმით დიახ და უდანაშაულო ადამიანი ერთმანეთს ანუ გაწირეს აბსოლუტურად უცხო ადამიანი ეს გახვალთ თამას ტალახაძე. პირველად ვამბობ ამას ეთერში. მე მოცილობ მისი სულისთვის და მისი ოჯახისთვის. მოდით ახლა აქტუალური იქნება მეხუთე კითხვის დასმის დროც მოვიდა და დაგისვავთ პირდაპირ. უპრეცედენტო ფაქტი. ქალის მეტეხის მამაკაცთა კოლონიაში ჩასახლების მთავარი მიზეზი მამა თეოდორის ცოლობა იყო. ნახოთ. ეს პასუხი არის სიმართლე. ერთადერთი კითხვა გვასწავლებს გარანტირებულ 400 ლარს. ქალბატონი მარიკა, მინდა თქვენ ვკითხოთ. აი თქვენ კარგად გახსოვთ ბატონ იუზა კობახიძის პერიოდი. ალბათ ეს პერიოდი ძალიან კარგად გახსოვთ, იმიტომ რომ იმ შვიდ ადამიანიდან ერთ-ერთი ხართ, რომელმაც ბოლომდე დატოვა თავის ხელმოწერა, რომელიც წინააღმდეგები იყავით აი ამ დასჯის, ხო? იუზა კობახიძის შესახებ მოგახსენეთ, რომ აზრი გაყოფილი იყო ნამდვილად.
რაც შეეხება იმ პერიოდს, როდესაც ეს განაჩენი გამოაცხადეს, მაშინ აზრი გაყოფილი ნამდვილად არის. ყოველ შემთხვევაში, ვისთანაც მე რამე ურთიერთობა მქონდა, ყველა აღშფოთებული იყო. აი ცოტა გაიყო აზრი, როდესაც მეორე ეტაპი დაიწყო. ზაფხული იყო, წავკისში ვიყავი და ამოვიდა ჩემთან მაია ნათაძე და მოიტანა ტექსტი. შესანიშნავად დაწერილი ტექსტი იყო სხვათა შორის. მე შემდეგ ჩვენ გვაბრალებდნენ, რომ თქვენაო რას მოითხოვდით. იქ იყო ბებიების და დედების სახელით, რომ ახალგაზრდებს შეცდომა მოუვიდათ და დიდი შეცდომა მოუვიდათ ძალიან. ამას მოყვა უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი, თვითმფრინავში მსხდომთა და მათი ახლობლების ტრამვირება, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ახალგაზრდები არიან, რომ არასოდეს არაფერი დაუშავებიათ, რომ შეიძლება, ასე ვთქვათ, მომავალში თვითონ განსაჯონ თავისი საქციელი და შეიწყალეთ და უმაღლესი რაც არის ზომა ამ დახვრეტის შემდეგ აი ის წლები მიუსაჯეთ. აი ამას ვაწერდით ხელს და ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი ტექსტი იყო და ძალიან სწორი მიდგომა იყო საკითხისადმი. ახლა ჩვენ რო დაგვეწერა, რომ არაფერი დაუშავებიათ, არ შეიძლებოდა ამის დაწერა. ჩვენ დავწერეთ, რომ დიდი შეცდომა მოუვიდათ. ნუ ამის შემდეგ ჩატარდა პროცესი და მოგეხსენებათ, რომ ტელევიზიით გადმოსცეს ამ პროცესის მსვლელობა. მეორე დღეს მოდის ჩემთან ორი პიროვნება უნივერსიტეტიდან გამოგზავნეს, ისევ წავკისში ვარ, ზაფხულია და მეკითხებია, ხომ უყურეთ ტელევიზიით, როგორ არა მეოთხარი უყურე. ხო დაარწმუნდით, რომ საშინელი დანაშაული ჩაიდინეს. მეოთხარი, კარგი საქმე, რო არ გააკეთეს, ძალიან კარგად ვიცით ყველა და შედეგით ძალიან მძიმე მივიღეთ. და რა მე თავიდანვე მოვაწერე იმას ხელი, რომ დიდი შეცდომა მოუვიდათ. აი იცითო რაო, მაშინო, აი დაბძანდით და დაწერეთ, რომ ესო დიდი დანაშაული ჩაიდინეს და თქვენ ნახეთ რა მოხდა და ეხლა თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი ხელმოწერა უკან მიგაქვთ. მე ვთხარ, ვინ გონივათ მე თქვენ და როგორ მელაპარაკებით, მე ვთხარი ამას და საერთოდ როგორ მიბედავთ ამის თქმას. ეს მაშინ ნუ ცნობილია, რამდენიმე კაცმა, აი მაგალითად მე არ წავიღია რა, ჩემმა ძმამ გიგალ ორტკიფანიძემ, ნიკო ჭავჭავაძემ, რამდენიმე ადამიანმა ჩვენი ხელმოწერა არ უარყავით, მაგრამ ასეთები როგორც ჩანს ცოტანი იყვნენ. თავარა იყვნენ. ერთეულები მაინც რომ იყვნენ უკვე კარგი. იცით რა გითხრათ, მე არც იმათ მაინცა და მაინც ვერ ვამტყუნებ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცოდით რა რეჟიმში ვცხოვრობდით არა? ჩვენ ხო ვიცოდით რომ მილიონობით ადამიანები დახვრიტეს სულტყვილად. მილიონობით ადამიანები შიმშილით ამოხოცეს კაცმა არ იცის რისთვის. მთელი ხალხები და ერები აღარეს მათი მიწიდან და გადაასახლეს. სხვა სულკაც ყავდა უცხოეთში ნათესავი უახლოესი ვინმე ოჯახები ერთჩვენიერ ღამეს შუა აზიაში ასეთ რეჟიმში ვცხოვრობდით. ამიტომ ნუ რავი, ნუ განსჯის ნურავის. განსჯა ადვილია და ცოტა დაფიქრება უნდა რა პერიოდში მოგვიწია ცხოვრება. მართალი. მადლობ. და მინდა დავამატო ნანუკა. ქალბატონი ვერიკო ანჯაფარიძე კატეგორიულად, ესე იგი ძალიან მაგრად ვიდგა, მასაც არ გავუტანი ეს წერილი, მაგრამ ქალბატონი მარიკამ რაც თქვა, სულად ვეთანხმები ამას. რეჟიმი იყო ესეთი და ერთი მინდა ამ თემას მოვაყოლო. დღევანდელი ხელისუფლებას მადლობა მინდა გადაუხადო, რომ ის ცოდვის ბუნაგი რო აიღეს ორთაჭალის ციხე-ბრძოლის მადლობა საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ხელისუფლებას. მისვლამედობა ვერ შეძლები. მოდით რაღაცნაირად ეს პირველი ეტაპი გავიაროთ, დავამთავროთ და იმედია წარმატებით დავასრულებთ. მე-6 კითხვის დროც მომიდა. მამა თეოდორე ელოდებოდა დაპატიმრებას თვითმფრინავის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ? როგორ იცით? მე ხლა იცით რა არის იმ პერიოდში ჩვენ კი ან არა, მოდი მარტივად. და მე რთვიეთ რამე კომენტარი გააკეთეთ.
იყო ეს მისთვის მოსალოდნელი თუ არა? მე ვფიქრობ, რომ არა. ეს პასუხი არის სიმართლე. ციტატა გამოჭირდა, ჩვენ მაშინ ეს ურთიერთობა გქონდა და მე ყველაფერი რაც შემდეგ ეკაპციკში ასახა ეკას წიგნით გავიგე. ბევრი რამ. დიახ, ძალიან ბევრი. ძალიან კარგი. ჩვენ წარმატებით გავიარეთ პირველი ეტაპი, უნდა მოგილოცოთ გარანტირებული 400 ლარი არის თქვენი და ახლა გადავწყვიტოთ. გადავიდეთ თუ არა მეორე ეტაპზე. როგორ გძნობთ თავს? ჯერ მითხარით ეს? მე რამდენად ვიცი ეს არის სიმართლის დრო და ვფიქრობ, რომ სიმართლე ბოლომდე უნდა ზად ხართ? ძალიან კარგი. გადავიდეთ მეორე ეტაპზე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ წესებს. აქ კითხვები იკლებს, კითხვების რაოდენობა თანხა მოიმატებს. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაჩერდეთ, სანამ მე კითხვას დაგისვათ. როდესაც უკვე კითხვა დასმული იქნება, პასუხი უნდა მივიღო. ნებისმიერ დროს რამე კითხვა თუ არ მოგეწონებათ, გაგაღიზიანებთ, შეგიძლიათ ღილაკი გამოიყენოთ, დააჭიროთ ხელი და მე კითხვას შევცვლი. მოდით დაუბრუნდეთ თქვენს შვილს ეკას. რომელმაც შავი ხუთის მასალები, საიდუმლო მასალები მოიპოვა. ის საფუძველზეც დაწერა წიგნი, ხო? დიახ, დასახელდეს. მაგრამ არის კიდევ ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის გაცემული და კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, რომელსაც უბრალოდ სახალხოდ არ იძახიან და არ ყვებიან, ხო? ამის შემდეგ თქვენ შვილს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა. უკვე აი ამ წიგნის შემდეგ, რამდენიც ვიცი, გამომცემელსაც კი ესროლეს. დიახ, გამომცემელს მანქანა დაარტყეს. მანქანა დაარტყეს. ნუ მე ესე დავიწყებ ჯინსების თაობა სპექტაკლის მოგილია ეკამ დაადგმევინა, იმიტომ რომ რადგანაც ეკა იზრდებოდა სოციალურ რელიეფ აფიჩებს იცნობა დაეხმარა დათო დოიაშოს ამ სპექტაკლის დადგმაში. ძალიან ემოციური იყო სპექტაკლი. დიახ, ძალიან მძიმე იყო. და მოხდა ესეთ რაღაც ახალგაზრდობა საინტერესებდა სინამდვილეში რა მოხდა. მე დედა ვარ ეკას, მაგრამ მე არ ვიცოდი რომ ეკა აგროვებდა ამ მასალებს. ხოთაშორის ამ სპექტაკლის დადგმასაც პრობლემები შეექმნა იმ პერიოდში. ერთადერთი ავტოვარსიმაშვილმა ძალიან მისცა უფლება კი და დაუთმო სცენა ამ სპექტაკლს. თავისუფალმა თეატრმა მადლობელი ვარ გარისკა და მადლობელი ვარ აკეთა ეს საქმე. და შემდეგ მაშინ საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე იყო და მოთხოვნაც იყო ახალგაზრდებისგან, რომ სინამდვილეში ყველა საინტერესებდა რა მოხდა. ეკა მომზადებული იყო ამისთვის, და ჩათვალო, რომ მოვიდა დრო გაიგო შეიძლება ფარდა აეხადოს ბევრი რაღაცა. რა მოხდა სინამდვილეში თვითმფრინავში. გარდა მაგისა, დღემდე კატეგორიულად ითხოვს მამის რეაბილიტაციას და შევარდნაძესთან შესვლის მიზეზი ეს იყო, რომ ითხოვდა მამის რეაბილიტაციას. 1 საათი ესაუბრებოდა და შემდეგ უთხრა მას, რომ მე შევარდნაძეს ესაუბრებოდა. დიახ. უთხრა, რომ წერს წიგნს დასახრეთის საქმე. ბატონო ედვარდმა ეთყობა თავის მეუღლეს უთხრა ოჯახში და გააქტიურდა მისი მეუღლე, დაიწყეს ამ წიგნის ძებნა, სად იბეჭდება, რა თქმა უნდა ის გასაიდუმლოებული იყო, მაგრამ მაინც გაჟონეს სიტუაციამ და რამდენადაც ვიცი რედაქტორს მანქანა დაარტყეს ფეხებში და ეკას ლიკვიდაცია უნდათ, ეკას ესროლეს საქმე. ანუ ეკას ესროლე ამერია. ამ შემდეგ იური როსტი ჩამოვიდა და იძულებული გახდა ეკა დაეტოვებინა. ასულიყო საფრანგეთში. მოდით მეშვიდე კითხვას დაგისვათ. მეორე ეტაპის პირველი კითხვა. როგორ ფიქრობთ?
ედუარდ შევარდნაძე ბოლომდე შეეცდება სინამდვილის დამალვას თვითმფრინავის გატაცების საქმესთან დაკავშირებით. იმ მოსამართლესა და პროკურორს, რომლებმაც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს. გიფიქრიათ, რომ ვარლამ არავიძესავით მიწას არ აღირსებთ. ყველაზე გახმაურებული და სკანდალური საქმე, რომელიც დღემდე ბურუსით არის მოწული. ჩერნენკომ ეს ბიჭები შეიწყალა. რატომ მოაწერა ხელი სიკვდილ მისჯილთა შეწყალების მოთხოვნას ქართული ინტელიგენციის მხოლოდ მცირე ნაწილმა? მილიონობით ადამიანები დახვრიტეს სულ ტყუილად. ნახეთ, გულიკო ერისთავის ტრაგიკული სიმართლის დრო. როგორ ფიქრობთ? ედუარდ შევარდნაძე ბოლომდე შეეცდება სინამდვილის დამალვას თვითმფრინავის გატაცების საქმესთან დაკავშირებით. თქვენი აზრით? ეს პასუხი არის სიმართლე. თქვენ ყავთ ორი ქალიშვილი, ხო? და ორი შვილიშვილი, თუ დიახ. ორი შვილიშვილი, ისინიც არიან საფრანგეთში. დიახ. როგორ იცით, როგორ არის ახლა ეკა იქ თუნდაც? შვიდობიანად ცხოვრობს, არის თუ არა ბედნიერი, კარგად თუ არის? უნდა თუ არა ჩამოსვლა? იცით რა, მე ასე ვთვლი, რომ ჩემთვის როგორც დედას რა თქმა უნდა მტკივნეულია, როცა შვილი გვერდზე არ აკრავს, მაგრამ ჩემი შვილი ისვენებს ახლა. იქ ანუ ისო. ისვენებს ჩემი შვილი, მაგრამ იმიტომ რომ სცენარის დაწერაც უნდა რომ ფილმი გადაიღო, ხო, ამ თემაზე? დიახ და ჰოლივუდიც არის დაინტერესებული, რომ ჩვენ ოჯახზე ფილმი გადაიღო. როგორ ფიქრობთ, აქ კიდე პრობლემა იქნება ამ თემაზე ფილმის გადაღება? როგორ? საქართველოში კიდე იქნება პრობლემა თუნდაც ამ თემას რომ შეარათ. უკვე არა. მე მგონი ეს პრობლემა აღარ იქნება. მაშინ მოდით პირდაპირ დაგისვათ მერვე შეკითხვას. გირჩევნიათ თქვენი შვილი და შვილიშვილები თქვენთან ერთად ცხოვრობდნენ? წინასაღო იყო სახსნა. კარგი იქნებოდა. კი ან არა მითხარით და მე ავხსნათ, არ არის რა თქმა უნდა, ჩემთან ვირჩევი. კი. რა თქმა უნდა. ეს პასუხი არის სიმართლე. მამაკა, მე რომელ დედას არ უნდა თავისი შვილი გვერდზე არ ყავდეს, მაგრამ მე წეყანავს თქვი, რომ ჩემი შვილი ისვენებს. იმდენად მძიმე ბავშვობა ჰქონდა მას და სტუდენტობის პერიოდის და სეკვნისეები, რომ ჩემი შვილი ახლა იქ ისვენებს და მე მინდა ვიცარგებლო თქვენი გადაცემით და ადრეც საფრანგეთის ჟურნალისტის მეშვეობით საფრანგეთის ხელისუფლებას პრეზიდენტს ხალხს მადლობა გადავეცი, რომ ჩემს შვილს თავშესაფარი მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი. და ერთი მინდა დავამატრო, 9 წელია შვილი არ მინახე. არ გინახავთ? ძალიან მიწელია. და 9 წელია ალბათ საქართველოში არ ყოფილა, არც ჩამოსვლა. უფლება არ აქვს საფრანგეთის კანონმდებლობით ჩამოვიდეს და სიმართლე გითხრათ, მისთვის იმდენად მტკივნეულია.
სურვილიც არ აქვს ჯერჯერობით ჩამოს. თქვენ შესაძლებლობა და მცდელობა არ გქონიათ რომ წასულიყავით თუნდაც. იმედია გექნებათ და შვილს ნახავთ ძალიან მალე. იმდენიც არ დავტოვებ ამ ქვეყანას რა შვილი არ უნდა. არა აუცილებლად ნახავთ. მოდით მეცხრე კითხვას დავისვათ. მამა თეოდორემ იმიტომ აღიარა გადაცების ორგანიზატორობა, რომ დანარჩენები დახვრეტას გადაერჩინა. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. ამათეოდორეს ბოლო სიტყვა სასამართლო პროცესზე ასეთი იყო, რომ ეს ახალგაზრდები უფრო გამოგადგებათ, გამოადგება ქვეყანას ვიდრე მე. თუ მაინდა-მაინც აუცილებელია, რომ ვიღაც უნდა დაიხრიტოს, დამხრიტეთ მე. გეგას მეუღლეთი ნიკო იმ პერიოდში იყო ფეხმძიმედ. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო იმ შესახებ, რომ მას აწამებდნენ თუნდაც, ან მოკეთ დაგისვავთ კითხვას, თქვენ როგორ იცით, რამდენად ჩახედული ხართ ამ ამბავში და მე უკვე და როგორ თვლით საერთოდ, როგორ მიგაჩნიათ სიმართლე რა არის, გავაკეთეთ თქვენთვის. მეათე კითხვა, რთული კითხვა. 6 თვის ფეხმძიმეთი ნიკოს, გეგას მეუღლეს, ციხეში მუცელი მოუშალეს. თქვენ როგორ იცით? მოუშალეს. კი. ეს პასუხი არის სიმართლე. მესმის ახლა თქვენი კონტროლს მიტკინო თემა, მეც კი რაღაცნაირად ნერვიულობ. ქალბატონო მაყვა თქვენ რაღაც ჩაილაპარაკეთ და რამე კომენტარის გაკეთება ხო არ გსურდათ? არა. არა, ჩვენ ყველამ ასე ვიცოდით, მაშინ გამოვიდა ხმა, რომ მოუშალეს მოცელი. ანუ ყველამ ასე იცოდა. ასე ვიცოდეთ ყველამ. მაშინ საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი იყო ჩერნენკო. როგორ გახსოვთ? და მე რამდენადაც ვიცი, ყოველთვის თქვენ ესე თვლით, რომ მან ხელი მოაწერა, რომ ეს ბრძანება გაუქმებულიყო. იცით რა არის, ჩემი მამამთილის ბრძანებაზე მოსკოვში და მე რამდენად ისე გადმოცემით, რომ ჩერნენკომ ეს ბიჭები შეიწყალა, მაგრამ ამით წერილს, ამ შეწყალების წერილს ხელზე არ მისცემდნენ ჩერნენკოს. ამიტომ მას მიეღწია, რომ ჩერნენკომ ისინი შეიწყალა, ასე ვიცი მე. ქალბატონო მარიკა, თქვენ თუ იცით ამ ფაქტის შესახებ რა? მე არ ვიცი, რომ ვინმე ისინი შეიწყალა, მე ვიცი ის, რომ
როდესაც გამოიტანეს განაჩენი საბოლოოდ ის ფილმით გვაჩვენეს და ყველაფერი, შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა ისე, რომ არ შესრულდა აუცილებელი ვალდებულება, რომ დახვრეტილების პირად ნივთებს რამდენიმე დღეში უგზავნიდნენ ოჯახის წევრებს. ეს გაგრძელდა რამდენიმე თვე და მაშინ დაიწყო ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ისინი ჯერ ცოცხლები არიან, შეწყალებულები არიან თუ არ არიან, ვერ გეტყვით, მაგრამ ცოცხლები არიან, რომ მიდის ლაპარაკი იმის შესახებ, რომ შეიწყალონ და სხვათა შორის ყველას ასე გვეგონა, რომ ცოცხლები არიან, მერე ის ხმებიც კი გავრცელდა, რომ ეს ერთ-ერთი ძმა იბერიელი სადღაც ნახეს პოლიტპატიმართა ბანაკში, ვიღაცა სადღაც რუსეთის რომელიღაც ქალაქში ვიღაცას შეხვდა, აი ეს ხმები ვრცელდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ერთმანეთში დავიწყეთ ლაპარაკი, რომ იქნებ ისე დაგვეწერა წერილი და თხოვნა, რომ შეწყალება მომხდარიყო. და აი მაშინ მოხდა ასეთი ფაქტი, მე მერე გავაანალიზე. შევხვდი ერთ ოჯახში პიროვნებას, რომელსაც თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამო უნდა სიმართლე ცოდნოდა და პირდაპირ ვკითხე. მე ვთხარი, რაშია საქმე? რატომ არ უგზავნიან მშობლებს ამას? ან საერთოდ რატომ არ გვაგებინებენ, დახვრეტილები არიან, არ არიან? და მითხრა, რომ რიცხვიც კი დამისახელა. ეს ჩვენი ლაპარაკი მოხდა მარტში და იმან მითხრა, რომ ისინი ოქტომბერში დახვრიტესო. აი ხა მე სულ ფიქრობდი, რატომ იცით რა შეასაქმე? იქნებ ფიქრობდნენ, რომ ნელ-ნელა განელდება საზოგადოებაში ინტერესი ამ ფაქტისადმი და 5 თუ 6 თვის შემდეგ შეატყობინეს მშობლებს და ოჯახის წევრებს. ეს იყო საშინელი სტრესი მათთვის, რომ ელოდნენ, რომ იქნებ ჩემი შვილი ცოცხალია და აღმოჩნდა, რომ არ იყო ცოცხალი. აი სწორედ დავით დოიაშვილის სპექტაკლში, ჯინსების თეორიაში იყო საშინელი ფაქტი, მოყვანილი, ეს ალბათ რეალობაში ესაბამება, როდესაც ტყვის ფულზე მშობლებთან მიდიოდნენ. ეს მართალია? ანუ აბსოლუტურად დოკუმენტური სპექტაკლია ფაქტიურად, ხო? დიახ. 3 ლარი, 3 მანეთი იმ ტყვისთვის. მოსაჩვენებელი. და ის რამდენად მართალია ასევე ის ფაქტი, რომ აი იბერიელების მამასთან მივიდნენ და შესთავაზეს ერთ-ერთი შვილის გადარჩენა. ამბობენ, ისე წესით სხვათა შორის, წესით სამართლებრივი წესით, ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი შვილი უნდა ცოცხალი დატოვა. ამიტომ სიმართლეს გავს, მაგრამ მართალია თუ არა ვერ გეტყვით. აჰა. მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში. ანუ დაზუსტებით ეს არავინ არ იცის. ბატონო? დაზუსტებით ეს არავინ არ იცის. ნუ მან იცოდა მამამსაც უნდა. თქვენ როგორ ვიცით ამ ისტორიის შესახებ? მე დაახლოებით ესე ვიცი, რომ თვითონ შევარდნაძემ შესთავაზა, რომელი შვილი გადაგირჩენო. ასეთი კითხვა დაუსვა მან. ბარბაროსონა. ძალიან მძიმე მოსასმენია და მოდით მე-11 კითხვას დაგისვავთ. იმ მოსამართლესა და პროკურორზე, რომლებმაც სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს, გიფიქრიათ, რომ ვარლამ არავიძესავით მიწას არ აღირსებდით. შემდეგ გადაცემაში დაძაბულობა მადულობს. არავისთვის არ არის სასიამოვნო იყო დამნაშავე და ბოროტ მოქმედი არც ამაყო ამაში არაფერი და რა თქმა უნდა ნანობ ყველაფერს მოლოდინი კულმინაციას აღწევს. სულად გამოჩნდება ეს შეურაცხყოფის მიყენება იქნება, რომ ვთხოვ აპატია, როგორ ვთხოვ აპატია. არავინ იცის, როგორ დასრულდება სენსაციური აღიარება და რა ინტრიგა მზადდება ფინალური დარტყმისთვის. თქვენ და დანარჩენების ოჯახის წევრებმა ნამდვილად იცით თვითმფრინავის გატაცებისას სუქთან შეკრული პირის ვინაობა, მაგრამ არ ამხელთ. გულიკო ერისთავის ტრაგიკული დრამა გრძელდება. თამაშის ყველაზე სკანდალური ნაწილი თქვენ ჯერ კიდევ წინ გელოდებათ. დაელოდეთ მომდევნო სამშაბათს სიმართლის დროს ნანკა კალატოზიშვილთან ერთად.